ახალ აპარატურებზე ვისაუბროთ დღეს. ყოველ წელს რო გამოდის და ყოველ წელს მარკეტოლოგები ვითომ და უქმნიან ესე ვთქვათ სურვილს ჩვენს იუზერებს, კონსუმერებს, ესე დავარქვათ. მოდი ჯერ განმარტოთ რას ნიშნავს პროფესიონალური აპარატურა. ძალიან ბევრს გონია რომ პროფესიონალური კამერა, ვთქვათ, მეტი კნოპკით გამოირჩევა, ან მეტი მეგაპიქსელი აქვს და ასე შემდეგ. ყველაზე პირველი პროფესიონალურ აპარატურაში, რაც განსაზღვრავს აი ამ ფას და თვითონ აპარატურის ღირებულებაში, მხედველობაში მაქვს, რაც დახარჯე და რასაც ასრულებს თვითონ ეს აპარატი, ყველაზე პირველი პროფესიონალურ აპარატში არის გამძლეობა. ანუ, როდესაც ოპერატორს უჭირავს ხელში და რაღაცა ისეთ ბლოკბასტერ კინოს იღებს, ან რავი, რა მნიშვნელობა აქვს. ის მას არ უნდა კონდეს განცდა იმისა, რომ ეს კამერა სადღაც გაჭედავს, ან რაღაცა მომეტებულ სიცხეში გადაცხელდება, ან სიცივეში, თქვათ, გაჩერდება, ან ჩაქრება და ასე შემდეგ. პროფესიონალური აპარატურა პირველ რიგში გათვლილი არის გამძლეობაზე და პრაქტიკულობაზე. ანუ რას ნიშნავს ეს გამძლეობა უკვე ავხსენი, ხო? ანუ არ უნდა ჭედავდეს, არ უნდა პრუწუნებდეს, არ უნდა აკუებდეს. კი, ეხლა ბევრი იტყვის, რომ მეც ეგეთი მინდა, ეგეთი არ არის ძმო. გადაიხადე $100,000 კამერაში და კი გექნება, მაგრამ მან მეორე საკითხი დგება, ხარ თუ არა შენ ამ კამერის შეძლებ თუ არა შენ ამ კამერის მონეტიზირებას, ანუ მონეტიზირებაში, მხედველობაში მაქვს ის, რომ შენ ამ კამერას სრულად გამოიყენებ, ისე როგორც გჭირდება, ისე როგორც ეს კამერა მოითხოვს და ისე როგორც გაიყიდა ეს კამერა, ანუ ჰოლივუდში ხარ შენ, ფილმს იღებ, გჭირდება ეს კამერა და ისიც უნდა გავიწყდებათ, რომ ამ კამერის ყიდვისას, თქვათ, ნებისმიერი სინემა კამერა, ვთქვათ, რო ავიღოთ ესე ვიზუალურად თუ შეგიხედიეთ ერთხელ მაინც, ესეთი ყუთის ფორმა, ანუ ნებისმიერი სინემა კამერა კონსტრუქტორია. ყიდულობ მარტო ბოდის, მერე ცალკე უნდა იყიდო ლინზა, ცალკე უნდა იყიდო რიგი რო აწყო, რიგს ეძახიან აი ამ მთლიან აწყობილ კამერას, ცალკე რიგი რო აწყო, ყველაფერი ესე კონსტრუქტორებით იწყება, ანუ იწყობა, არაფერი არ მოყვება. კამერა ღირს თქვათ $70,000, არი ალექსა რო იყიდო, ეს ინდუსტრიული სტანდარტი. მერე ლინზები, რავი, ლინზებზეც ერთი 3-4 სინემა ლინზა რო იყიდო, დაგჭირდება სადღაც მინიმუმ $20,000-დან უნდა დაიწყო, ზოგი ლინზა თითო ღირს მაგალითად $80,000 მაგალითად კუკის ფირმა აიღე და ასე შემდეგ, აღარ გავყვები ახლა აზრი არ აქვს. ანუ შეძლებ კი შენ ამ ყველაფრის ჯერ შეძენაზე აღარ მაქვს საუბარი, კარგი თქვა შეიძლება მონეტიზირებას შეძლებ, გიღირს ამდენი ფულის დახარჯვა იმაში, რომ პროსტა დაჭდე და მოლაპარაკე თავი გადაიღო და მე YouTube-ზე დადო, YouTube-ისთვის ყიდულობ, თქვა ამ კამერას, არა ხო? აქედან გამომდინარე, ეს ჩვენი ჯიგარი ბრენდების მარკეტოლოგები აკეთებენ კონსუმერულ კამერებს, სადაც მარკეტოლოგები გატყუებენ ესე ფორმას მისცემენ რაღაცა ოთხკუთხედს, იქ დაგაჯერებენ რომ ესეც სინემა კამერა არის, სინამდვილეში სისულელეა, კამერას რომელსაც RAW არ აქვს, RAW-ს არ იწერს და კიდე ძალიან ბევრი ესეთი ის არის, რა ქვია, მაჩვენებელი რომელიც უნდა კონდეს სინემა კამერას, რომელიც საერთოდ არც ერთი არაფერი არ გააჩნია და გაჯერებენ რომ ეს არის სინემა კამერა, ოღონდ შენთვის ნახე რა იაფად გავაკეთე, შენზე ვზრუნავთ და ასე შემდეგ, ღამეებს ვათენებთ იმაზე რომ შენზე ვიზრუნოთ და შენ იაფად გაგიკეთოთ ყველაფერი, რაც ბულშიტია, რა თქმა უნდა და ტრუხა არის, იასნია, იმიტომ რომ იქ სხვა კონტინგენტისთვის კეთდება და ვაფშე სხვანაირი აპარატურაა, შენთვის სხვანაირი, კასტრირებული
მოკლებული, ყველაფერი მოკლებული, ელემენტარულად იმ პატარა ყუთში ფიზიკურად ვერ ჩატევ იმდენ რაღაცას, რომ კამერა არ გადაცხენდეს და დედა არ ეტიროს, აქედან გამომდინარე, всё, პროფესიონალური უკვე აღარ არის, მაგრამ პროფესიონალურს მაინც ეძახიან იმისათვის, რომ შენ დაგაჯერონ და რო იყიდი, გქონდეს იმისი ილუზია და ცისფერი სათვალეები გეკეთოს, რომ всё, აი ამ კამერას რო იყიდი, всё, კინოს იღებ. არდა вообще სხვა რაღაცა, ანუ კინოს გადაღება არ ნიშნავს რაღაცა კონკრეტული რაღაცა კამერის ყიდვას. პირველ რიგში უნდა შეიცნო და ისწავლო რას ნიშნავს შუქი, როგორ მუშაობს, როგორ იქცევა შუქი კონკრეტულ გარემოებებში და უნდა გქონდეს პრაქტიკა შუქთან. ყოველთვის უნდა ატარო ცდები შუქთან. მთელი კინო არის შუქი, ბოლი და დიდი ტყუილი. ამიტომ შუქი თუ არ იცი როგორ მუშაობს, რა ფასიანი კამერაც არ უნდა გქონდეს შენ, დავიღალე ამის აწევ-დაწევით, მაგრამ სხვა გზა არ მაქვს, ვერ ვაკონტროლებ შუქს, მზე ხან შედის, ხან გამოდის, სხვა გზა არ მაქვს. ანუ შუქი თავარი არის, შუქი დანარჩენი ყველაფერი ინსტრუმენტია. და ნუ გაქვთ იმის ილუზია, რომ 100.000 დახარჯავ კამერაში და всё, შენ უკვე კინოს იღებ, დამდგმელი ოპერატორი ხარ, ან ნოლანი ხარ და მაგარი რეჟისორი ხარ და ასე შემდეგ. ხო და გამოუშვებს მაგალითად Sony რაღაც FX სერიას, FX-ი Cinema Line-ია, Cinema Line-ი დაარქვა. არდა სინემაში Sony-ს აქვს Venice ესეთი სერია, თუ გაგიგიათ. ხო და ნუ აი ეს პატარა ყუთებს უშვებენ და არქმევენ იმასაც Cinema Line-ს. რა თქმა უნდა, იქ ყველაფერი კასტრირებულია, არაფერი ისე არ მუშაობს, როგორც საჭიროა. მოჭრილია ყველა ფუნქცია, მაგრამ კონსუმერებს, ეგრეთ წოდებულ იუზერებს, ჩვენაირ ავატარებს აჯერებენ, რომ შენ ამას თუ იყიდი, ისევე როგორც Mac-ი გაჯერებს, რომ დიზაინერი ისე ვერ გახდები, თუ MacBook-ი არა გაქვს, რა ბულშიტია, რა სისულელეა, დიზაინერი ვერასდროს ვერ გახდები, თუ საერთოდ რაღაც განათლება არა გაქვს, ხელოვნების ისტორია არ იცი, მოვლილი არა გაქვს ნახევარი მსოფლიო, შესწავლილი არა გაქვს, თქვათ მხატვრობა, ფერის, ესე ვთქვათ, შეცნობა უნდა გქონდეს, ფერების თეორია უნდა იცოდე, მილიონი რაღაცა და რატომღაც წინაზე მქონდა ერთი ვიდეო შორტსი თუ არ ვწდები, აღარ ვიხსენებ ზუსტად, რატომღაც საქართველოში ყველას ესეთი იდეოლოგიურად ესეთი ის აქვს, რომ დიზაინერი, ანუ დიზაინის კურსი იწყება ფოტოშოპით და ილუსტრატორით, вообще რა შუაშია. სულ არ არის აუცილებელი დიზაინერი იყოს, მხატვარი ან კარგად ხატავდეს და ასე შემდეგ. вообще არ არის აუცილებელი. დიზაინერი არის პირველ რიგში ზოგადი უსასრულო, ესე ვთქვათ, მიღებული განათლება და ასზე უნდა იყოს ყველაფერზე, ესე ვთქვათ. აი ეს არის დიზაინერი. დიზაინერი არის ინჟინერი, რომელიც წვიტავს რაღაც პრობლემებს. აღარ მინდა გადავერთო აქეთ-იქით ბევრ თემაზე და აი ამ აპარატურაზე გავაგრძელოთ ისევ საუბარი. ანუ მივდივართ იქამდე, რომ ყოველ წელს გამოდის რაღაცა აპარატურა, ყოველ წელს მარკეტოლოგი გაჯერებს, რომ აი წინა თურმე იყო სირობა და ეხლა გამოუშვით მაგარი არა და წინა წელს ამაზე მაგარი არაფერი არ დაბადებულა მსოფლიოში და ეს იყიდეთ და 1-10 წელი არაფერი არ დაგჭირდებათ და ესე გაჯერებენ, ბულშიტია ეს ყველაფერი ყოველ წელს. ანუ მარკეტოლოგებს და ინჟინრებს, ესე ვთქვათ, გათვლილი აქვთ მინიმუმ 10 წლით ყველაფერი, აი იგივე Sony-ზე ავიღოთ, 5 წლის წინანდელი სენსორი, მაგალითად, დღემდე ახალ კამერებში იდება, Cinema Line-ს რო ეძახიან, ეხლა FX-ებში ჩადეს, ისევ ძველი სენსორი და როგორც აღმოჩნდა, ძველ კამერებში, თქვათ, ეს სენსორი უძლებდა, თქვათ, მაქსიმუმ 800 ISO-ს და მერე noise-ებს ყრიდა და ეხლა იგივე სენსორი რატომღაც, როგორღაც, არ ვიცი, cinema კამერაში რომ ჩაიდო 12000 ISO-ს უძლებს. გამეცით პასუხი როგორ ხდება ეს ერთი და იგივე სენსორი წინა კამერაში სხვანაირად იქცეოდა და ახალ კამერაში სხვანაირად რა მაგდენი ვერ მოიფიქრეს
რომ რაღაცა ნაწილი დააკლდათ, ხო? ტრუხა პონტია, ხო ეს ყველაფერი. ანუ გამოდის ისე, რომ ამ ჩვენ ინჟინერებსაც და მარკეტინგობებსაც ესეთი შეთანხმება აქვს ჩვეულებრივი 5-10 წლით ადრე აქვთ ყველაფერი გათვლილი და გაწერილი და იციან რომ ამ სენსორს აი ამ კამერაში რო ჩადებენ უნდა მოუჭირონ ვინტილებს, ანუ სრული ფუნქცია არ უნდა მოქცენ ამ სენსორს რაც რეალურად შესაძლებლობა აქვს, ხო? არ გაძლევენ სრულ ფუნქციას და წლიდან წლამდე ესე ნელ-ნელა თქვათ აი ამ კამერის სენსორის შემთხვევაში ამ ISO-ს ცოტა გაუშვებენ ესე ვთქვათ. ეხლა ამ წელს ნახე რაღაც ახალი მოვიფიქრეთ ამ სენსორს თურმე შესძლებია ამდენი ISO-ს გაძლება და რაღაცა აი ესეთი მსგავსი რაღაცა სისულელეები, რომელსაც გაჯერებენ წლიდან წლამდე. შენც გარბი ხარ და მიდიხარ და upgrade-ს აკეთებ თქვათ. მოდი ახლა დავაპგრეიდები და всё, კაი 1-3 წელი დავივიწყებ. არა, ვერ დავივიწყებ, გამოდის ისევ ახალი რაღაცა და გეუბნებიან, რომ აი, всё, ეხლა ამას უკვე ესე შეუძლია და ასე შემდეგ. ზუსტად იგივე სიტუაცია გვაქვს ტელეფონებშიც. მე ახლა თუ დააკვირდებით, აგერ მე 7 პიქსელით დავდივარ დღემდე. ვფიქრობდი მე-1000 ყიდვას, პრეზენტაციას უყურე და დიდად ვერ გავგიჟდი სიმართლე რომ გითხრათ. მე-15 Pro Max-ი iPhone-ით დავდივარ აგერ. ვფიქრობდი მე-16-ს ყიდვას, მაგრამ აზრი არ აქვს, არაფერი არ შეცვლილა და ეხლა მე-17-ში რადიკალურად რაღაცა Vitom Open Gate სენსორი გააკეთეს, კვადრატული, ესე ვთქვათ და ProRes RAW-ს იწერსო. ესე თქვა, ესე თქვეს, განაცხადეს. კარგი, ეს ProRes RAW-ი გასაგებია. ვისაც გესმით რას ნიშნავს, ხო, იმიტომ რომ ამას კაი დიდი ხნის ახსნა უნდა, არა კომპრესირებული, ნაკლებად კომპრესირებული, არა კომპრესირებულს ვერ დავარქმევ. ProRes-ი უკვე კომპრესირებული. გინდა გაიგო რა ხდება კადრს მიუღო. ჩემ მრავალწლიანი გამოცდილება პროფესიული საიდუმლოებები და ცხოვრებისეული ლაიფჰაკები ერთ სივრცეში მოვაქციე. შეიძლება მეკითხებით როგორ ქმნი რას ვფიქრობ მუშაობისას და რა მასწავლა ძლება, ამიტომ გადავწყვიტე ჩემი ფიქრები გაგიზიაროთ. წარმოგიდგენთ ექსკლუზიურ ვიდეო პლეილისტს ხმამაღლა გაფიქრებულს, რომელსაც ვერსად ნახავთ გარდა ჩემი ვებგვერდის. აუცილებლად გადადი ლინკზე www.mikhail.online, შედიხარ ონლაინ კურსებზე და ირჩევ ხმამაღლა გაფიქრებულს. რეგისტრაცია ძალიან მარტივია, უბრალოდ დააჯერ შესვლას, დარეგისტრირდები და მორჩა. ლინკი აღწერილობაშია. ახლა კი დავუბრუნდეთ ვიდეოს. ეს რო ProRes RAW-ს იწერსო და всё, შენ ხარ პროფესიონალი კინემატოგრაფიო, ამას თუ იყიდიო. ეხლა რა ხდება აქ, რა არის დამალული. ყველაზე პირველი რაც არ შეცვლილა და რაზეც უნდა მიაქციო ყურადღება მანამ სანამ ამ გადაწყვეტილებას. შეიძლება ეხლა მე ვთქვათ უცბად გავჭედო და პროსტა გასატესტად წავიდე და ვიყიდო, მაგრამ ვისაც 15 აქვს, ვისაც 16 აქვს, ან 14 აქვს, სისულელეა, ბულშიტია. პროსტა Instagram-ის ფოტოებს თუ იგებ, ან ვიდეოებს თუ იგებ და რაღაცა ძალიან დიდი სისულელეა ამ ტელეფონის მაგისტვის ყიდვა, იმიტომ რომ სოციალურ ქსელში ვერავინ კაციშვილი ვერ გაიგებს შენ ProRes RAW-ით გადაღებული და ასე შემდეგ, ხო? თუ ფერებს ასწორებ და რაღაცა ბაზარი არ არის, უნდა იყიდო, ოღონდ iPhone-ი კი არ უნდა იყიდო, წადი და იყიდე კამერა, რომელსაც რეალური ჩვეულებრივი დიდი სენსორი აქვს და არა ესეთი სპიჩკის თავის ხელა სენსორი, ანუ full frame სენსორიანი იყიდე, 10 ბიტიანი მინიმუმ იყიდე, რომ ფერები გაასწორო ისე როგორც შენ გსურს და არა iPhone-ი. iPhone-ში უნდა წახვიდე მისცე $2000 მინიმუმ, რატომ? იმიტომ რომ ProRes RAW-ის გადაღება თუ გინდა, ProRes RAW ფაილი 1 წუთი გამოგივა სადღაც 25 გიგაბაიტი მინიმუმ და გამოდის ისე რომ iPhone-ს 256 გიგაბაიტიანს ვერ იყიდი, აზრი არ აქვს, ხო? 10 წუთს გადაიგებ და ტელეფონი გადააგდე, გადავსებულია, ხო ესე? ანუ უნდა წახვიდე და იყიდე 1 ტერაბაიტიანი, 2 ტერაბაიტიანი, მერე იმას ლინზები უნდა, ფილტრები უნდა, მერე იმას SSD დაჭირდება, რომ მეტი ადგილი აღარა გაქვს მაინც მერე მიკროფონები უნდა მიაერთო ამ ყველაფერს და ადიხარ 3000 რაღაცა $-ზე, ხო? წადი რა შეოჯახაშენებულო იყიდე ნამდვილი კამერა, რომელსაც მართლა აქვს ამ ყველაფრის შესაძლებლობა და რეალურად რასაც გეუბნებიან იმას გამოსცემს და იმას იწერს.
მობილური ვიდეოგრაფებია ეს სექტა არის ცალკე რა, რომლებიც კურსს აკეთებენ და გაჯერებენ იმაში, რომ iPhone-ით უფრო მაგარ ვიდეოს გადაიღებ ვიდრე სინემა კამერით, ან ჩვეულებრივი კამერით სინემას არ შევადარებ ვაფშე სირცხვილია, თუმცა ისინი ადარებენ, ვიდრე ჩვეულებრივი კამერით იგივე კი არა და უფრო მაგარი რეზულტატებს მიაღწევ და რაღაცა, ოღონდ ეს კურსი გაიარე და მე გასწავლი როგორ უნდა გადაიღო უფრო უკეთესად ვიდრე კარგად ძვირადღირებულ კამერას და ეს ხალხიც დებილები ნახე iPhone-ი მაგრა იგებს, წავიდე ვისწავლო ერთი როგორ და მიდიან და გარბიან და უკიდულობენ iPhone-ს და მე საბოლოოდ გადაიღებენ, რამოდენიმე თვე გავა, ვა, იქნება მე ვერ ვიგებ სწორე, იქნება მე რაღაცა არ გამომდის და რაღაცა თავიდან უყურებენ, თავიდან კიდე წავდნენ ახალ კურსს გაივლიან და ბოლოს აღმოჩნდება, რომ თურმე ტელეფონი ყოფილა ძღნერი და არ უნდა მოტყულდე ესე უაზროდ და ნუ გაქვს იმის ილუზია, რომ ტელეფონის სპიჩკის თავის ხელა სენსორი არც უნდა შეადარო ჩვეულებრივი კამერის full frame სენსორს, იმიტომ რომ 10 მაგათ და 20 მაგათ უფრო დიდია და რაც უფრო დიდია სენსორი, მით უფრო მეტი შუქი შემოგდის, მაგდენიც უნდა იცოდე უკვე ელემენტარულად ფანჯარას შეხედე, რაც უფრო დიდი გაქვს ფანჯარა, მით უფრო მეტი მზე შუქი შემოგდის, ხო? რაც უფრო პატარა გაქვს, მით უფრო ნაკლები, ზუსტად იგივეა სენსორი, არანაირი სხვაობა არ არის, ამიტომ ეს ყველაფერი უნდა გაათვალო, გაითავისო, გაითვალისწინო და უაზროდ არ უნდა გახდე მარკეტინგის მსხვერპლი. მე უკვე ნათქვამიც მაქვს და გადაწყვეტილებაც მიღებული მაქვს, რომ მინიმუმ 2-3 მოდელს ყოველთვის გამოვტოვებ ხოლმე და ისე ვიყიდი, თქვათ, რაღაც ახალ гаджетს, ან ტელეფონს, თქვათ. აი კამერა მაგალითად A7C მაქვს პირველი ვერსია. რა, ვერ ვიღებ ისეთ ვიდეოს, როგორც ვჭირდება? კი, რა თქმა უნდა, ვიღებ. 5 წელზე მეტის არის ეგ კამერა. როგორც მოდელი მე მგონი 7 წლისა, აღარც მახსოვს. ვერ ვიღებ? კი, მშვენივრად ვიღებ. მჭირდება? კი, შეიძლება მithქვამს, რომ მჭირდება, ეხლა ნუ რაც უფრო მეტად იზრდები, ოღონდ ამას წლები ჭირდება, გამოცდილება ჭირდება და ასე შემდეგ, მაგრამ 1 წლის შემდეგ ახალ კამერაზე და თქვათ 5000 და 7000 დოლარის დამატება ძალიან დიდი სისულელეა, იმიტომ რომ 1 წელიწადში შენ ისე ვერ გაიზრდები, რომ მიხვდე რომ ეგ კამერა გჭირდება. და ასე შემდეგ. ანუ სინემა კამერა მინდა, ოღონდ მინდა თქვათ Blackmagic-ი, ოღონდ მინდა მანუალით რო ვატრიალო, ოღონდ მინდა სინემა ლინზები მქონდეს და ვიცი ეს ყველაფერი რასთან არის დაკავშირებული, ანუ ათობით, 1000-ობით დოლართან არის კავშირში და ამიტომ ჯერჯერობით ვაჭერ ერთ ადგილს და ვერ ვბედავ, ხო? ვერ გამიბედია. ფიქრობ, რომ ვიყიდო თქვათ FX6 Sony 6000 რაღაც დოლარი გრის განაბაჟე, წახვედი 8000 დოლარზე. მერე იქ ლინზები დაგჭირდება. მერე იქ რაღაცა. მერე მიდიხარ იქამდე, რომ YouTube-ზე უნდა განათავსო ეს ვიდეო და YouTube-მა უნდა ჩააჯვოს, კომპრესია გაუკეთოს და საბოლოო ჯამში მერე კიდე ვიღაცა მოვა და რა სირობა გაკეთებული, ეს რას იგებო, ეგ რა თქმა უნდა, ვაფშე მაგარი მკიდია, მაგრამ ელემენტარულად გრეინია ძალიან მიყვარს, აი ქვიშის დამატება, ესე ვთქვათ და 3 წელია ვებრძვი YouTube-ს, ვებრძვი ესე ბჭყალებში, უпростоრად ის მებრძვის თვითონ, ვერ დაუმუღამე რა სეტინგი მოვარგო, რომ ნაკლებად გაუკეთოს YouTube-მა კომპრესია, რომ აი ეს ქვიშა გამოჩნდეს და ის სილამაზე ვანახო კიდევ დამატებითად, მაგრამ ნუ არანაირად არ გამოდის. ამიტომ ნუ სხვა გზა არ არის. თუ რაღაცა გინდა, უნდა წახვიდე Vimeo-ზე იყიდო ფასიანი, Vimeo თუ გაგიგიათ YouTube-ის ნაირი სერვისია, ოღონდ ფასი ხდი 5 გიგაბაიტს გაძლევს თუ არ ვცდები და ძალიან ისეთი საკმაოდ ისეთი პლოტონი ფასებია, მაგრამ კომპრესია არ აქვს და პორტფოლიოებს ხალხი ათავსებს Vimeo-ზე. ესეც მეორე ალტერნატივა. მანამ სანამ რაღაცაზე გააპგრეიდდებით, ჯერ ყოველთვის შეეცადეთ ის რაც უკვე გააქვთ. ბოლომდე შეისწავლოთ ფუნქციონალი. მე დარწმუნებული ვარ, რომ ელემენტარულად ტელეფონი, iPhone-ი, გინდა კამერა 99% თავისი гаджеტის ფუნქციონალი შესწავლილი არ აქვს 20%-მდეც კი და ვერ იყენებს იმის 20%-საც. ისმის კითხვა, რა აზრი აქვს, თქვათ, ახალ гаджеტზე გადასვლა, თუ
5 წლის წინანდელ гаджеტის 20% არ გაქვს შესწავლილი. ანუ გადადიხარ ახალ гаджеტზე და იგივე საკეთებ, იგივენაირად არიცი რა საკეთებს ეს შენი гаджеტი, კამერა, ჩემ შემთხვევაში ვთქვათ, ჩემი თემიდან გამომდინარე და რა გგონია, რას მიიღებ. ანუ მთელი მსოფლიო ეძებს ერთ ჯადოსნურ კნოპკას, რომელზეც გონია, რომ აი ამ კნოპკაზე რო დააჭერს, ყველაფერი ესე ვთქვათ, ახუვიწელნი იქნება. არ არსებობს ესეთი უნივერსალური კნოპკა. ანუ ეს ღილაკი უნდა გახდეს შენ გამოცდილების მიღებასთან ერთად. ანუ გამოცდილებაა ეს ჯადოსნური ღილაკი და არა ის ფიზიკური რაღაცა, რომელსაც ეძებს მთელი მსოფლიო. ესეთი უნივერსალური რაღაცა, ესეთი ღილაკი არ არსებობს. ყველაფერი არის პრაქტიკა, წლები და გამოცდილება. ამიტომ შეეშვით ხალხო ამ უაზრო აპგრეიდებს და იმ ილუზიებს, რომ ახალ რაღაცაზე რო გადახვალ, всё, ყველაფერი ერთი კნოპკის დაჭერით მოგეცემა, არ მოგეცემა. რა თქმა უნდა, ეხლა მაყუთი თუ გაქვს ბაზარი არა, უნდა წახვიდე 100,000-იანიც იყიდო, 200,000-იანიც. მე მაგრა უკაიფობ მაგალითად, ფული როცა მაქვს, კიდია ვაფშე, მაგრამ მე ხო ვიცი რომ უმეტესობას არ აქვს შესაძლებლობა ვთქვათ, რომ იყიდოს რა და რატომღაც გონია რომ აი ეს უნდა იყიდოს რომ კარგად გადაიღოს. ზუსტად აი ამ კატეგორიისთვის ვამბობ, ვინც ბიუჯეტზე ცოტა ისია მოჭერილად და რაღაცა. ამიტომ ჩემი რჩევა იქნება რომ მაქსიმალურად თქვენი гаджеტები შეისწავლოთ ბოლომდე და გამოაწურინოთ ბოლომდე. აი ამ ყველაფერს ბოლომდე რომ შეისწავლით თქვენ гаджеტს და გამოწურავთ, ამის შემდეგ კიდე ერთი წელი გადათვალეთ, კიდე ვიხმარეთ ერთი წელი. და მერე იფიქრეთ შეცვლაზე. აი მხოლოდ ამის მერე მიხვდებით რა გინდათ და რისი ყიდვა გსურთ და რა გამოგადგებათ.